საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს იხსენებენ. ტრაგედიიდან დღეს 22 წელი შესრულდა. 9 აპრილის მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება. სანთრები და ყვავილები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები გარდაცვლილების ხსოვნას პატივს მიაგებენ. 22 წლის წინ 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეერაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოყვა. დარბების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. და რა ხდება ამ წუთებში 9 აპრილის მემორიალთან? სოფო ოხანაშვილია მოამბის პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ? დღეს დილიდან პარლამენტის წინ ხალხმრავლობა არ წყდება, აქ იმყოფებოდნენ და ახლაც არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 22 წლის წინ საბჭოთა კავშირის და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში. ასევე აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა მაშინდელ აქციაში, თუმცა მათ კარგად ახსოვთ 22 წლის წინ განვითარებული მოვლენები და რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედია. აქ მოსული თითოეული ადამიანი დღეს სიმბოლურად ყვავილებითა და სანთლების ანთებით ცდილობდა რომ გაიხსენებინა და პატივი მიეგო 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნისთვის და ისინი ამბობდნენ რომ მათ მსხვერპლს არ ჩაუვლია ფუჭად, რადგანაც სწორედ მათი დამსახურება და დღეს საქართველოს დამოუკიდებელია. ისინი ჩვენელი ადამიანები იყვნენ, ისინი ჩვენელი ახალგაზრდები იყვნენ და ჩვენ ვალდებულად ვთვლის თავს რომ მოვიდეთ და ყოველ წელს, ყოველ 9 აპრილს დავცეთ მათ ხსოვნას დიდი პატივი. ახსოვს რომ ყველა ერთად ვიდექით, ერთი სული ქონდა, ერთი საქართველო იყო. რატომ მოვედი? იმიტომ აქ არის თინეანუქიძე, ჩემი ბიძაშვილი. და მე მოვედი როგორც ენუქიძე, როგორც ჩვენი საგვარეულო, ერთი თხოვნით ყველა ქართველებსთან. ვიყოთ ერთად, როგორც 9 აპრილს. და გვიყვარდეს საქართველო. ხალხის ნაკადი დღეს მთელი დღის განმავლობაში არ წყდება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან. ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებთან ერთად და ასევე დაღუპულთა ოჯახის ახლობლების გარდა აქ იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წევრები, ასევე საზოგადოების ფენის სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ ყველას ერთი მიზანი აერთიანებდათ, რომ სიმბოლურად ყვავილებით და სანთლების ანთებით კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში, როცა ქართველმა ხალხმა ხმა იმაღლა იმ ტირანის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბობოქრობს საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე. 99 წლის 9 აპრილს თელიერი ესეთი თავისუფალი, ესეთი გაერთიანებული, ესეთი სოლიდარული არასდროს არ ყოფილა ჩვენს უახლოეს ისტორიაში და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ანალოგიური ძალიან მალე განმეორდეს, ოღონდ იმ გაგებით, რომ ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთიანობა და თავისუფლება ერთიანად კონსოლიდირებულ ერში გამოისახოს. ყველაზე საწყენი არის ის, რომ მიუხედავად ამ მსხვერპლისა, მიუხედავად 20 წლიანი ბევრი წვალებისა, რომელიც ჩვენმა ერმა გადაიტანა, დღეს ჩვენ არ ვართ მაინც იმ რეალობასთან ახლოსაც კი, რაც უნდა 9 აპრილს აქ შეკრებილ ადამიანებს. ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ რეალურად თავისუფალი, რეალურად დამოუკიდებელი, რეალურად დემოკრატიული და საერთოდ არა ვართ სამწუხაროდ ერთიანი როგორც ქვეყანა. ზუსტად 22 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე შეკრებილ 10,000-ობით ადამიანს, რომელიც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ თავის პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა, სწორედ ეს აქცია დაარბიეს საბჭოთა რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა. მათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს ტანკები, ხელკეტები, მომწამლავი გაზი და ამ შეტაკებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძირითადად დაღუპულთა შორის იყვნენ ახალგაზრდები და მას შემდეგ 22 წლის შემდეგაც 9 აპრილის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. დიდი მადლობა სოფო, ეს იყო სოფო ოხანაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან გვერდებოდა. მემორიალთან დილიდან პატრიარქი მივიდა და დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პარლამენტის წინ იყვნენ დეპუტატები, საკრებულოს წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. გუშინ ღამით კი ერთ-ერთი პირველები ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც 99 წლის 9 აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილეები იყვნენ. ანთებული სანთლებით მათ დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს. სისხლიანი 9 აპრილის მოგონება ნიკა მოლდინაშვილის რეპორტაჟში.
დილიდან სანთლები არ ქრება 9 აპრილის მემორიალთან. ყვავილები და გვირგვინებით უამრავი ადამიანი 22 წლის წინ დაღუპულებს იხსენებს და იმ თავდადებაზე საუბრობს, რომელიც 89 წლის 9 აპრილს მთელმა მსოფლიომ დაინახა. 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მივიდა. ილია მეორემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დილითვე გადაიხადა. ეს იყო დიდი ტრაგედია საქართველოსთვის. ვესწრებოდი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვშველოდი. და ეს არის ეს მხრივ გმირობა დიდი. მეორე მხრივ დიდი წუხარება საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აი ამ გმირული მოქმედებით სხვა რესპუბლიკები გადავარჩინეთ ასეთი მოქმედებისაგან და მერცმანაცოხი ამყოფოს იმათი სული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავისი ლოცვით ეხმარებიან საქართველოს. პოლიტიკოსები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით პარლამენტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მერიის წარმომადგენლებმა შეამკეს. 99 წლის 9 აპრილი იყო საქართველოსთვის ეროვნული გამოღვიძების დღე, როდესაც რეალურად დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. 22 წელი გავიდა ძალიან რთული წლები, ამ რთული წლების განმავლობაში იყო მსხვერპლი, იყო ბევრი გაჭირვება, მაგრამ საქართველოს წინ მიდის და მე ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, უნდა კარგად გავიაზროთ, რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ საქართველოს აღარ დაბრუნდეს უკან, საქართველოს შედგეს და განვითარდეს როგორც სახელმწიფო და ეს არის ჩვენი მათ შორის მორალური პასუხისმგებლობა იმ ადამიანთა სულების წინაშე, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას 99 წლის 9 აპრილს. ამ ადამიანებს სურდათ დამოუკიდებლობა, ეს ადამიანები აქ იდგნენ დამოუკიდებლობის მოპოვების გამო და ეს ადამიანები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე ტრაგიკულად დამთავრდა. მაგრამ ერთი წლის თავზე საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს. ხელისუფლების გარდა 9 აპრილს საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხ დღედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მიიჩნევენ. საბჭოთა აგრესიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს დღეს ლეიბორისტებმაც. აქ უნდა მოვიდეს ყველა ის პატრიოტი ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა. და მე ვისურვებდი, რომ აი ესეთი ტრაგედია ქვეყანაში აღარ განმეორებული იყოს. განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ იყვნენ იმ ღამეს და ერთ-ერთი მათ შორის მეც ვიყავ. 22 წლის წინ აქ აი ამ მოედანზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებს, საბჭოთა ჯარებს გმირულად დახვდა ეს გმირები და მათ თავიანთი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი შეწირეს და მე ვფიქრობ, თითოეული ახალგაზრდის ვალია დღეს სიმბოლურად 9 აპრილს მოვიდნენ და თუნდაც 5 წუთით მოიგონოთ მათი უკდაუყოფა. მემორიალთან დღეს ერთ-ერთი პირველები ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც 99 წლის 9 აპრილს მოვლენების უშუალო მონაწილეები იყვნენ. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ისტორიული დღე და პასუხი 21 წლის 25 თებერვლის რუსულ ოკუპაციაზე. ასე აფასებენ 9 აპრილს და იმ მამულიშვილთა თავდადებას 22 წლის შემდეგ პარლამენტის წინ მისული ადამიანები. რასაც მოველოდე და რაც გვინდოდა, როგორი საქართველოს გვინდოდა, იმას მივახციეთ. ჩვენ ვითხოვდით თავისუფლებას. სხვა ჩვენ არაფერი არ გვამოძრავებდა. ჩვენ გვინდოდა თავისუფლება, ჩვენ გვინდოდა მომავალი თაობისთვის ყოფილიყო ესეთი საქართველო და მივახციეთ კიდეც იმას. თავისუფლება გვინდოდა ყველას, ყველა თავისუფლებას გავყვიროდით. ხო, მე ახლა გენერალი როდიონოვის ის იყო, თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ ტელევიზიით რომ გამოვიდა და უარყოფდნენ ყველაფერს, რომ აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი ეს ამდენი ხალხი. მეორე დღეს ხო სისხლის წვიმა მიდიოდა. ცელოფანებში დახოცილი ხალხი გაყავდათ ქალაქ გარეთ. ტრაგიკული და საამაყო დღე, როდესაც ქართველებმა დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავი შესწირეს. ერთადერთი ლოზუნგი იყო დატოვებული დამოუკიდებლობა. საქართველოს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა 1980 წელს ისახავდა ერთადერთ მიზანს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს არის დღე, რომელსაც წესით უნდა აღნიშნავდეს მთელი აღმოსავლეთ ევროპა. კაცმა ვთქვას ცივილიზებული გასობრიობა ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენი წყალობით მოიპოვა მშვიდობიანი განთავისუფლება აღმოსავლეთ ევროპამ, ჩვენი წყალობით მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოეთში შემავალმა ქვეყნებმა.
9 აპრილის სიმბოლოა პოლიტიკური პარტიებისთვის და საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთვის, ვისთვისაც თავისუფლება და დამოუკიდებელი საქართველო უმნიშვნელოვანესი იყო და არის. ანთებული სანთლებით უამრავმა ადამიანმა მთელი ღამის განმავლობაში დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, მნიშვნელოვანია იმ ხრივაც, რომ დღეს უკვე ჩვენ წამოგვესწრო ის თაობები, რომლებიც დაიბადნენ დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში, ხოლო დღევანდელი დღე და ეს ადგილი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რა ზვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობის თავისუფლების მოპოვება. მოვდივართ ალბათ და ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ტრაგიკულად დაიღუპა 22 წლის 9 აპრილს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას შეეწირა ეს ადამიანები, შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში ალბათ შევა როგორც უამრავი ემოციებით დატვირთული. საქართველოში მოღვაწე რუსი დისიდენტი ქართველების მსგავსად მემორიალთან მივიდა და ხსოვნას პატივი მიაგო. ოლეგ პამფილოვი 99 წლის 9 აპრილს იმ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას დაფასებს, რომელიც მოგვიანებით მთლიანად საბჭოთა კავშირის დაშლაში გადაიზარდა. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა საქართველოსთან დაიწყო. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა თავისუფლებისთვის და არა უბრალოდ აქცია. როგორც ამას საბჭოთა რუსეთი აშუქებდა. ის თუ რა მოხდა რეალურად მოგვიანებით გაირკვა. დამოუკიდებლობა მუდმივი ბრძოლა, რასაც მუდმივად დაცვა სჭირდება. დარბევამდე რამოდენიმე წუთით ადრე ჩვენ გაგვიყვანეს. მოვედნიდან ბავშვები და ხალები, ვისაც ჰქონდა სურვილი ასე თქვა წასვლის. ბავშვებს ბუნებრივია თავისთავად ცხადია მარტო არ გაგვიშვებდნენ და მერე დაიწყო ეს აღსენებელი ამბები დარბევა. 22 წლის შემდეგ 9 აპრილი ისტორიაში დიდი ასოებით წერია. დღე ოკუპაციის წინააღმდეგ და დღე თავისუფლებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლა მოგვიანებით მთლიანად საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ურყევი და მყარი მაგალითი აჩვენა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მოგვიანებით საქართველოს მსგავსად დამოუკიდებლობა მოიპოვეს.